სოციალურად დაუცველ 30 ოჯახს დღეს საცხოვრებელი შენობიდან გამოასახლებენ. ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილ მე-13 საჯარო სკოლაში შესახლებული ოჯახები ამბობენ, რომ შეტყობინება გამოსახლების შესახებ პოლიციისგან მიიღეს. შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია და როგორც მოსახლეობა ამბობს, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა. სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ შენობის დაცლა სწორედ სააგენტოს ხელმძღვანელობამ მოითხოვა. მოსახლეობა შენობის დაცლას არ აპირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 23 ივლისს მოგვიტანა და დაგვიდო ეს ვითომ და რაღაც ბრძანებულებები აი ამის ნიადაგზე უნდა გავსულიყავით სიტყვიერად 5 დღის მანძილზე. შაბათი იყო ჩვენი ბოლო დღე. აი ლამის ბოდიში უნდა მოუხადოთ იმ ტორვილებს, რომ ამდენი ხანი არ დავტოვეთ ეს შენობა, რომ მაგათვის რემონტი ვერ მოასწრეს. ტორვილები თუ ხალხი არიან და საერთოდ სახელმწიფო იმათზე ზრუნავს, რადგან თავიანთი წყალობით არის ეს ხალხი ქუჩაში. როგორც სოციალურები ხალხი არა ვართ, ჩვენი სტატუსი არ არის. უბინაურები ვართ, მე პირადად მასულიანი ოჯახი მაქვს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელი ხაზეიკა შეგვიშვებს შვილოს სახლში, რომელი კორპუსებში კიდე $500 და $400 იგავ. ჩვენ სადა გვაქვს იმის საშუალება. არაფრის დიდები ჩვენ ამ შენობას არ დავთვალ, შვილო. თავ შევწირო მე თვითონ მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მე მაინც უნდა მოვკვდე და მაინც თავ შევწირო მე ამ ხალხსა და ამ შენობას და ჩემ ოჯახს პირადად. ეს ოქმები არა დაუსაბუთებელია და სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონო ოქმებია. იმ ოქში, რაც ამ ხალხს გააცნეს და ხელმოწერას თხოვდნენ ამ ოქმებზე, არ არის მითითებული. არც თუ როდის დატოვონ ამ ხალხმა საცხოვრებელი ბინები, აბსოლუტურად ყველაფერი გაუმართლებელია ეს ოქმები.